ნამეთ ასას ნუ დაიყრით თავზე ნაცარს ახლა. კოცები ქმნია გინდა თუ არა დღის წესრიგს და ჩვენ მხოლოდ პასუხის გაცემის რეჟიმში ვართ. ეს არის ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. სულ მესმის მოთქმა, რომ კოცები ქმნიან დღის წესრიგს და ჩვენ მხოლოდ პასუხობთ. კი, კოცი თავისას ცდილობს, მაგრამ რომ გითხრათ, რომ უნაკლოდ გამოსდის, მოგატყუებთ. და მეტიც, ძალიან ხშირად ძალიან მარტივი გამოსაცნობია რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. ავიცი ხა, თუ გინდათ თავის ქებაში ჩამითვალეთ, მაგრამ 26 ივლისს ამერიკის საელჩოს მოკლე კომენტარის შემდეგ მე ყოველდღე ველოდი ზაზა შათირიშვილის გამოჩენას, მის ახალ ოპუსს. და ისიც გამოჩნდა. 11 დღე დააგვიანა, მაგრამ გამოჩნდა. არ ვიცი, ნელა წერს თუ იმ კაცთან, ნიჩეს კრიტიკოსთან ყოველი ბრძნული აზრის შეთანხმება უჯანჯილდება, მაგრამ ამდენი ხანი კი დასჭირდა, ეს ფაქტია. და რა დაწერა? არ გამოირჩევი ხა ამ ძალით სტრატეგოსის ერთგული მკითხველობით, მაგრამ პროპაგანდონური არხებიდან რაღაცეები ნაგლეჯ მომდის ხოლმე. სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ დავსვა დიაგნოზი. ბოდვითი აშლილობა, თანაც არაორიგინალური. ეგეც დუგინისგანაა კოპირებული და ქართულ პირობებთან ძალიან უხეიროდ ადაპტირებული თითქოს. უკანასკნელ ბოდვაშიც ძალიან ბევრგან მოისმენთ. მეორე ფრონტი, დიპ სტეიტი, გლობალური ომის პარტია, კორპორატიული მმართველობა, ოლიგარქიული ოჯახები. ოღონდ ახლა ღმერთი არ გაგიწყრეთ, ოლიგარქების ვინაობა არ შეგეშალოსთ. მან საუბარი ტრამპსა და დანარჩენებზეა, თორემ იმ ბრძენ კაცზე კი არა. ხა რომელი ერთი სიბრძნე უნდა გაგანდოთ? რა გამოიტანა თავში საზმაომ? მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის. უნდა დაინგრეს ისე ანუარესად, როგორც ევროპა ინგრევა დღეს და დაინგრევა ხვალ. ამებს ეს გრუზინი დუგინი მუდმივად ამბობდა. ოღონდ. რატომღაც აღარაფერი დაუწერია ბოლო 2 თვეა. 2 თვის წინ 12 ივნისს მისი ბოლო ოპუსი მიეძღვნა არა იმდენად ტრამპის ან მაგას ან დასავლეთის, არამედ კონკრეტულად კონგრესმენ ჯო უილსონის ლანძღვას. მიხვდებოდით, ივნისის დასაწყისში კაპიტოლიუმში სახელმწიფო მდივნის მოსმენა იყო და კონგრესმა მაშინ მიიღო კავკასიაზე ჩინეთის გავლენის საწინააღმდეგო აქტი. ეს აქტი მოითხოვს ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა სახელმწიფო დეპარტამენტმა. კონგრესს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც შეისწავლის რუსული და ჩინური დაზვერვისა და ზოგადად გავლენის შეღწევა საქართველოში. აქვე სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება წარადგინოს საქართველოსთან ურთიერთობის 5 წლიანი სტრატეგია. გემახსოვრებათ ქოცის იმდროინდელი ისტერიკაც. კარგად გემახსოვრებათ. თან ძალიან აკონტროლებდნენ თითქოს ენას, რომ კონკრეტულად უილსონისთვის უნდა ეგინებინა და არამც არ გადავწვდომოდნენ ან მარკო რუბიოს, ან ტრამპს, ან ვიცე-პრეზიდენტ ვენსს. ქოცებს აუხსნეს, ეგო სოფლის გიჟია და შეგვიძლია დავიკიდოთ და ამას ვაგინოთ. იმათო არაო, ჯერ არაო. ჩვენ გვაქვს ძალიან კეთილ მეგობრულ რჩევა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და ყურადღება არ მივაქცევთ ჯო უილსონს. ბორიამ და შალვამ რომ სოფლის გიჟად გამოაცხადეს, იმ ჯო უილსონის კანონპროექტი კონგრესში მაინც გავიდა. და შათირიშვილს მიეცა კურთხევა მისთვის პერსონალურად ეგინებინა. იმ იმედით, რომ იქამდე ბორია შეძლებდა სწორი ლობისტების მოძებნას და ტრამპთან დალაგებას, რასაც ქვია. გავიდა ივნისი. ბოჭორიშვილის ქალი ამერიკაში ჩაიყვანეს და კონფერენციაზე მისცეს სიტყვა. ოღონდ რუბიოსის კონფერენცია სულ სხვა რამეს ეხებოდა. ამ ჩვენი ცოდვით სამსემ კი მაინც ოპოზიცია ლანძღა. თითქოს გაუტარეს, მაგრამ ჩანს ქოცურმა, რუსულმა პროპაგანდამ რაღაც მომენტში გადაამლაშა და იმათ ჩათვალეს, რომ ამათი ერთ ადგილზე მოსმის დროა. ზუსტად ეგ იყო. ამათი ერთ ადგილზე მოსმა. ამერიკის საელჩოს პასუხები რადიო თავისუფლების კითხვებზე, რომელიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებას შეეხებოდა. ტრამპის ადმინისტრაციამ კაფეოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. და აქ ბორია უკვე მიხვდა. ეს იყო პასუხი ვაშინგტონიდან, გზავნილი როგორც პროპაგანდა ამბობს ხოლმე. ახლა რა რთული განსაჭვრეტია, რომ საელჩო მასპინძელი ქვეყნის ძალიან მძიმე კრიტიკას, სისტემურ კრიტიკას არ მიმართავს თუ არ აქვს პირდაპირ დავალება და კურთხევა დედაქალაქებიდან. ეს პასუხები თუნდაც საელჩოს თანამშრომელს შეედგინა ვინმეს, მერე გაიგზავნა ვაშინგტონში, იქ გაიარა ავტორიზაცია, ვიღაცამ შინაარსი შეამოწმა, ვიღაცამ ტონი, ვიღაცამ ბეჭედი დაასვა და გამოგზავნეს უკან, თბილისში გასახმოვანებლად. მეორე დღეს გამოცხადა, რომ დაინიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. ქალი, რომელსაც უკვე აქვს ნამსახურები თბილისში, საქართველოში და ძალიან კარგად იცნობს ქვეყანას. ასე განათ და იმ სამკუთხედ თავში რაღაც. სანქციების გაუქმება გაუქმდა. ბორია რუსი რჩება სასანქციო სიაში, რომელშიც რუსების მხარდაჭერისთვის მოხდა.
და ამიტომ მარტო ჯო ვილსონზე კი არა, ტრამპზეც ხსნილია უკვე და იმის მყარებელზეც. აი, ახლა გვიყურում შათირიშვილი თქო დავიწყე და აცი ეტაპობრივად შევასევთ ლევან მახაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, ნანა კაკაბაძეს, ბაჩო გურის, ლალი მაროშკინას და მთელ არტილერიას. ბატონ ბორის დასაკარგი აღარაფერი აღარ აქვს. ბრძოლა ბოლომდე. ზანამი მოსკვა, არა? ბორინკა რადნოი. ეს იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ და გამოგვიწერეთ YouTube-სა და Facebook-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ვაში გადაცემა და